დავიწყოთ ჩვენს საუბარი აი სიაზე, რომელიც უკვე მარკო რუბიოსთან არის, გადაიგზავნა კონგრესიდან და 26 კაციანი სია აჯერჯერობით, მაგრამ შთამბეჭდავია ეს სია, იმიტომ რომ ივანიშვილის ოჯახსაც ეხება, პარტიასაც ეხება და მის ფინანსურ გარემოცვასაც ეხება. როგორ და გავიგოთ აი ეს გზავნილი, აი ეს ინფორმაცია, რომელიც უკვე საჯაროა. ხო, რამდენადაც ვიცი, ჯერ ეს მედია წყაროდ არის. მედია წყაროდ და რადიო თავისუფლების და კარგად ინფორმირებული წყარო. როგორც წესი დასტურდება ხოლმე, თუმცა მაინც ალბათ საბოლოოსია, მაინც სხვა იქნება და იმას გავიგეთ, მაშინ როცა დასანქცირდება ეს თქვა ამერიკული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რომ თუ არ დასანქცირდა, უბრალოდ განზრახვებს არ ამბობენ ხოლმე, რომ ვიღაცა შემთხვევით ამას ხაზგასმით ამბობენ. კი, ეს აუცილებლად ესეა. გაიგებთ მაშინ, როცა დავასანქცირებთ. თუმცა მე ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა მედიამ, უფრო მის გზავნილია, რომ ყველა უნდა იყოს ზად იმ სანქციებისთვის, რომელსაც იმსახურებს სისტემა და სისტემა დგას, არა უბრალოდ ერთი კაცის რაღაც სუპერ შესაძლებლობებზე, არამედ ყველა ამ კონკრეტულ ადამიანს, ეს ბიზნესმენი იქნება, პარტიული, საშუალო თუ მაღალი რანგის პარტიული ჩინოვნიკი, ბიზნესმენი თუ ყველა სხვა, ესენი ქმნიან ამ სისტემას, რომელზეც დგას ეს ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც პრაქტიკულად ძირი მოუთხარა არა მხოლოდ დემოკრატიას, არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამაზეც ალბათ იქნება საუბარი. დღევანდელი ბრიფინგის დაახლოებით მაგისკენ იყო გზა. ანუ რეალურად გვაჩვენებს ეს, რომ კონსტრუქციაში კარგად ხედავენ, ვინ აძლიერებს სისტემას, ვინ ზე დგას და იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს სისტემაში ცვლილებები, ალბათ საჭიროა, რომ რაღაც რყევები დაიწყოს და ანუ ნიშანი იმის, რომ ადამიანები შეგიძლიათ მიყვეთ და ეს თქვენს გახდეთ კეთროვანები, ან შეგიძლიათ გადადგათ ის ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანაზე, გადაარჩინონ თავისი ოჯახებიც. ეხლა მე არ ვიცი ვის რამდენად და როგორ აქვს ამის გათვითცნობიერებული ეს თავისი პასუხისმგებლობა და თავისი ოჯახების მიმართ დავავნებოთ თავი თქვა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გზავნილი ესეთია. დაინახონ თავისი თავი, რომ ესენი არიან ამ სისტემის ნაწილები და მასთან ერთად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე მგონია ეს გზავნილი უნდა. ამას ფიქრობთ, რომ სერიოზული გავლენა იქნება. მე მინდა გავიხსენო, როდესაც კობახიძე შეხვდა აი ამ ბიზნეს გარემოცვას, აქედან იყო არაერთი იმ შეხვედრაზე და რაღაცნაირად ამშვიდებდა ამ ხალხს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აღმოჩნდა, რომ იქ არის ხალხი, ვისაც არ შეერა მაინც და მაინც რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ თვალსაზრისით, მაგრამ აი ეს სია როგორც ჩანს ძალიან ზუსტად არის შედგენილი, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა იცის რეალურად ვის ეყრდნობა. აქ ორი მოსამართლეც არის, ჩინჩალაძე, მურუსიძე, რომელსაც სხვა მხრივაც არიან სანქცირებულები უკვე, მაგრამ ყველა საკვანძო პირია თითქმის და შეიძლება არც არის სრული კიდევ ეს სია. ხო, ყოველ შემთხვევაში ამას აჩვენებს ეს, რომ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად ხედავენ მთლიანი სისტემის კონსტრუქციად, ვინ არის საყრდენი. მე არ გამორიცხავ, რომ სია კიდევ უფრო ფართო იყოს და უბრალოდ ეს ნაწილი გამოვიდა. აქ არის ბიზნესის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი განსაკუთრებით რამდენიმე კომპანია, რომელიც მანდ არის დალისტული კომპანიები, რომელიც არის საერთაშორისო ბირჟებზე, მათი მიმართ, მათი წარმომადგენლის დასანქცირება პრაქტიკულად შეიძლება ჩამოშალოს ამ კონკრეტულ დალისტული კომპანიის აქციის ფასი, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გააკოტროს ის კომპანია. ან ესენი გაუშვან ძალიან სწრაფად და დაკარგონ ის მდგომარეობა, რომელიც აქვს. ანუ მათი გრძნობელობა ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს. მე არ ვიცი ხვალდაზე რა რეაქციები მოყვება ამას, ალბათ არ ვიცი, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, ჩუმად მიიღებენ ამას და გააგრძელებენ ამას ყველაფერს და შეეგუებიან იმ ბედს. მე არ ვიცი რის შეეშინიათ, ან რატო ეშინიათ, რატო შეუძლიათ ესე გაწირონ თავიანთი ქვეყანაზე, თავიანთი ოჯახებიც ესეთი მდგომარეობისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრისთვის და ანალიზისთვის ძალიან ბევრი დრო არ აქვს და ეს აჩვენებს. ბატონო დიმიტრი, აქ საინტერესო რა არის, რომ ეს რაღაც იზოლირებული სია არ არის. ჩვენ ნახეთ, რომ ივანიშვილი უკვე სანქცირებულია და გარდა ამისა, ამას მთელი სპექტრი ახლავს განცხადებების. ამ მხრივ ვილსონი, რომელსაც თავს ესხმის ახლა ქართული ოცნება, ის რასაც ამბობს, ეგრე ხდება ხოლმე, როგორც წესი სანქციების ნაწილში და აქ მოიხსენიებენ როგორც რეჟიმს, როგორც ირანის, რუსეთის, ჩინეთის მოკავშირეს და როგორც ამერიკის მტერს, ასე მოიხსენიებენ ახლა ივანიშვილის რეჟიმს. დღეს იყო ასევე განცხადებები, რომ და იქ არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, ასევე რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი და არ ითანამშრომლოს უნდა არავინ შეერთებული შტატებიდან ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილი, რასაც
რასაც თესავდა პროპაგანდისტულად, რომ ახლა ტრამპი მოვა და მე ტრამპთან დავლაგდები ისე, რომ ყველაფერი ეს შეიცვლება, რომ იზოლაციიდან გამოვა. აი ახლა ამას გამოეცალა თუ არა საფუძველი, როგორ ფიქრობთ? აი ამ პრინციპში მე რომ გითხო უკვე რამდენიმე ხნით ადრე გამოეცალა მაგას საფუძველი და კიდე გუშინდელმა მათმა განცხადებამ, პოლიციის განცხადებას გულისხმობ, ისიც დაანახა, რომ უბრალოდ დაიწყეს მათ ლაპარაკი, რომ უკვე 20 იანვარი კი არ უბრალოდ რაღაცა ახალი ვადების და ახალი პერიოდების, ასე ვთქვათ, ხაზგასმა ტრამპს აძლევენ შანსს. ხო, ტრამპს აძლევენ შანსს, ევროკავშირი უკვე 2030-მდე უნდა გამოსწოროს და 8-ს არა, ისიც გადაწიეს, რომ ევროკავშირმა უნდა დააღწიოს თავ deep state, ტრამპმა უნდა დააღწიოს, ეს 20 იანვარს არ მოხდება, ეს უკვე იციან და შესაბამისად შეიძლება 20 აგვისტო იყოს, 20 სექტემბერი, არ ვიცი, რაღაცა ახალი 20 რიცხვი და ახალი ვადები. ანუ ფაქტია, რომ მათ უკვე იციან, რომ უბრალოდ იმდენად ახლოს მოვიდა ეს 20 იანვარი, რომ დღეს ხვდებიან, რომ 20 იანვრისთვის მათ გამზადებული არაფერი არ აქვს, ერთის შეუძლიათ ივაჭრონ. მე არასდროს მეგონა, რომ ისინი ემზადებოდნენ, ასე ვთქვათ, ცდილობდნენ ტრამპთან რაღაცა სიტუაციის დარეგულირებას, იმიტომ რომ კარგად იციან, მე მახსოვს კარგად, რომ 2019-20-შიც მაშინაც უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა, მაშინ ჯერ კიდე ტრამპის პირველი ვადა იყო და იმ ადმინისტრაციასთან ისე გაიფუჭეს ურთიერთობა, რომ მაშინ ძლივს აიცილეს სანქციები და ეს თალკე ისტორია, მაგრამ ეს იყო, ამიტომ არანაირი მოლოდინები მათ რაღაცა კარგად დაალაგებდნენ სიტუაცია არ ქონდა. ერთადერთი რაც ჩემი აზრით მათ უნდათ 20 იანვრამდე მათ უნდათ რომ მოეგვარებინათ ახალი გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ განლაგება ისევ იმაში, რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ვილსონი იქნება თუ სხვა პოლიტიკური პირები ახმოვანებენ და ახალი მოცემულობა და ახალი რეალობა დაეხვედრებინათ. აკონტროლებს სიტუაციას თავის ქვეყანაში ცუდად თუ კარგად და ჩაახშო პროტესტი, დაალაგდა რუსეთთან, დაალაგდა ირანთან, დაალაგდა ჩინეთთან. ყველა გეგმა არის, ასე ვთქვათ, ამ უწყვეტმა პროტესტმა. ყველაფერი არის დაანგრია. იმიტომ მათ ჰქონდათ იმედი, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა მალე. ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არ გამოვიდა. აი ეს პოლიცსაბჭოს განცხადება, რომელიც ახსენეთ და ამასთან ერთვის კიდევ სხვა განცხადებები, რომ აი ჩვენ რაღაც შევაფასებთ მაგალითად 2008 წლის ომს და გზავნილები, რომ ეს პარტიები უნდა აიგრძალოს, რეალურად ამაზეა ლაპარაკი, ხო, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და ყველა ერთად უნდა აღვძალოთ. აი თქვენი პარტიაც ნაციონალური მოძრაობაა, სხვა ნებისმიერი და ესენი უნდა აღვძალოთ. აი ეს რეაქცია რითი არის გამოწვეული? ხო, მე მგონია, რომ ესე ვთქვათ, ის რომ დავაშრობთ, ერთი რომ მათ უნდათ, რომ ყველანაირად ჩაეხშოთ ეს ყველა პროტესტი და ახალი მოცემულობა შეექმნათ გეოპოლიტიკურს და ქვეყნის შიგნითაც და ამ რეალობით ევაჭრათ და ფიქრობდნენ ალბათ, არ ვიცი, რამდენად ესე ესმით, მაგრამ ხრის შემთხვევაში არ ესმით ხოლმე დასავლური დემოკრატიები როგორ ფუნქციონირებენ, მაგრამ წარმოიდგინოს სადღაც როგორც თქვა მე-19 საუკუნეში ქვეყნები იყოფდნენ ხოლმე ტერიტორიას, ესე დაждდებოდნენ პუტინი და ტრამპი და გაინაწილებდნენ საქართველოს აღმოჩნდებოდა ახალ გეოპოლიტიკურ განლაგებაში. რაც ბუნებრივი არ არის, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ დღეს განსაკუთრებული ინტერესი თუნდაც ამ რუსეთს ან ჩინეთს კონდეს კონკრეტულად ასე ვთქვათ ივანიშვილის მიმართ, რომელიც ვერ აკონტროლებს სიტუაციას თავის ქვეყანაში. ესეთ ავტორიტარულ მმართველებს ჭირდებათ კარგად ეფექტურად ავტორიტარული მმართველი, რომელიც ეფექტურად მართავს ქვეყანას. მაგრამ ვერ მართავს. ფაქტია, რომ დღეს არც ერთი ყველა სახელმწიფო შტო ხელში აქვს ჩაგდებული, ვერცაც ვერ მართავს. ვერც პარლამენტი ფუნქციონირებს, ვერც მთავრობა, ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ნუ ხო, არ არის პრაქტიკულად არაფერი არ ფუნქციონირებს. ამიტომ ესეთი პარტნიორი ბევრი არავის არ ჭირდება. ამიტომ ამ ხრივად ძალიან პრობლემურია და ის რაც გუშინ ვიხილეთ, ერთის მხრივ ეს იყო განახლება იმ ახალ იმ ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანიის დროს ცოტათი მივიწყებული საკითხების და მცდელობა რომ კიდევ ერთხელ რაღაცა დღის წესრიგის მართვაც ჩაიგდონ თავის ხელში, იმიტომ რომ საერთოდ ვერ მართავენ დღის წესრიგს, რაღაც განცხადებებს აკეთებენ, რომელიც იმავე დღეს იკარგება და ფაქტია, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი პროტესტით მართავს და აყალიბებს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ამათ უწევთ გარკვეული რეაქციების გაკეთება. ცდილობენ ცალკეულ პოლიტიკურ რაღაც ფიგურას გამოიკიდონ და რაღაცა გაიправონ თავის მდგომარეობა და ერთი თუ ორი ესეთ შემთხვევა ჩამოეშალთ. ან არაფერი არ გამოვძით და ეხლა გადავიდნენ იმაზე, რამაც არჩევნების წინ ცოტათი იმუშავა, ცოტა კი არა, ალბათ იმუშავა ომის ნარატივზე, რომ ომს გვაძალებენ და მეორე მხრივ გასამართლება თითქოს იქნება და თქვა ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნეგატიურმა განწყობებმა ისევ შემოატრიალონ გარკვეული სიმპათიები მათ მიმართ. ან რაღაცა ყურადღება გადაიტანოს ამაზე. მაგრამ ფაქტი არის, რომ აი აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია, რომელსაც მინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო და ისინი კვლავ საუბრობენ ომის დანაშაულის გამოძიებაზე. ომის დანაშაულის გამოძიება არის ცალსახად სახელმწიფო ინტერესების ღალატი, იმიტომ რომ კიდევ ერთი ამდენი წლის განმავლობაში შედგა ის ფაქტი, რომ საქართველოს კი არ ჩაიდინა ომის დანაშაული, როგორც არ
მოგწონდეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, არამედ რუსეთმა ჩაედინა ომის დანაშაული და როგორც კი აი ამის რევერსს ვაკეთებთ და საპირისპიროს ვამტკიცებთ, ჩვენ ვაძლევთ ლეგიტიმურ უფლებას აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაიწყონ ასე ვთქვათ თვითგამორკვევის პროცედურა და შეიძლება ეს შეუქცევადი გახდეს. აი აქ არის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რომელიც აი ამ განცხადებიდან ჩანს და რომელსაც ნაბიჯებს უკვე კონკრეტულად გამედა საგამოძიებო კომისია ამასაც დაადგენს და ნუ ეს საგამოძიებო კომისია რამდენ პარტიული იქნება ვიცით ხო ეს ერთი და მეორე ვითომ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური პარტია. ცხადია. თქვენ შეეხეთ აი ამ აქციების თემას უბრალოდ ვთქვით რომ ამანაურია ყველა გეგმა ივანიშვილს. ამასთანავე არის საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს იზოლაცია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს აი ამ რეჟიმის მაგალითად EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ეს არშემდგარი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ის როგორც გაირკვა, ჩამოდიოდა აქ რუსულ კანონზე სასაუბროთ, რაც შეიძლება ივანიშვილის ძალიან ხელსაყრელი იყოს, ხო, სავაჭროთ რა, ვიღაცას დავიჭერ, რაღაც კანონს მივიღებ და მოდი ახლა ჩემი ლეგიტიმაცია აღიარეთ და მე რაღაცას დავთმობ. ეს არ გამოვიდა. ამასთანავე თქვენმა პარტია მიმართა რომ არ ცნონ ქართული ოცნება, ხო, თქვენ ასევე რამდენადაც ვიცი გაქვთ ვიზიტი გერმანიაში გითხარით თუ შეიძლება აი ეს საერთაშორისო დონეზე რამდენად მყარია ეს არაღიარების ნაწილი და შეიძლება თუ არა სადმე მონახოს რაღაც ღრიჭოები ივანიშვილმა. ღრიჭოებს ეძებს ფაქტია და თქვა იგივე EUTOS საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტის დაგეგმილი ვიზიტი როგორც ჩანს ესეთი ღრიჭო იყო სადაც როგორღაც არ ვიცი მაგრამ მოილაპარაკეს რომ რუსული კანონის მოდიფიცირებით რაღაც კანონის შეცვლით ან ახალ მიღებული კანონების ან ზოგიერთი პატიმრის თქვა რაღაც პირობით განთავისუფლებით შესაძლებელი ჩათვალა ვიღაცამ რომ თითქოს რაღაცა დიალოგზე წასვლა შესაძლებელი იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფუნქციაც მათ შორის ეს არის არა აქციების მართვა, რომელსაც ჩვენ არ მართავ და საზოგადო მართავს, არამედ ზუსტად ესეთი რისკების გადაზღვევა, დავინახოთ წინასწარ ან შევაფასოთ ზოგჯერ კოორდინირებულად, ზოგჯერ თანამშრომლობით სხვადასხვა პარტიებთან, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც ვიმუშაოთ იმაზე, რომ ესეთი რაღაცები არ მოხდეს და აღკვეთოთ ესეთი შემთხვევები, რომ ბუნებრივია სოფლიო ძალიან კომპლექსურია, ყველგან და ყველა ფორუმზე შეიძლება ესეთი ნიუანსები არ ესმოდეთ და ამიტომ ჩვენი ფუნქციაც არის, რომ ესეთი ვადევნო თვალი, რომ მსგავსი შემთხვევები, ასე ვთქვათ, გამონაკლისები არ იქნას დაშვებული. თუმცა ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს, რომ სადღაც თუ ერთად სურათს გადაიღებენ, დღეს იყო თუ არ ვხვდები, რამშტაინის შეხვედრაზე ესწრებოდა მინისტრი და რაღაცა სურათი გადაიღეს და თითქოს რაღაცა ამის ლეგიტიმაცია. მაგრამ ბუნებრივია ეს ბევრს არაფერს აღარ ცვლის, ეს არის ცალკეული ნიუანსები. ეხლა უახლოეს პერიოდში იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, იქ ბუნებრივია ჩავლენ, იმიტომ რომ ავტომატურად საქართველოს წევრია და ბუნებრივია იქნება, თუმცა ალბათ ნახავდი წერილი არის გაგზავნილი ჩვენგანაც, სხვა პარტიებისგანაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვნად დაიწყება გახილვა იმას, თუ რამდენად საქართველოს ხელისუფლებას დღეს ეკუთვნის იქ წევრობა და შეიძლება დიდი ალბათობა ყოველ შემთხვევაში ამაზე მუშაობთ, რომ მათ შეუჩერდეთ მანდატები, სანამ არ მოხდება მთლიანად ძირეული ცვლილებები. იმ ყველა იმ საკითხის, რის გამოც მათ უნდა შეუჩეს. ეს არის არჩევნები, ეს არის ძალადობა, ეს არის დაპატიმრებული, ეს არის ახალი კანონები, რომელიც რეპრესიულ მექანიზმებს აყალიბებს და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაცია და ასე. ანუ სრულად თუ არ მოხდება, მას შესაბამისად შესაძლებელია საერთოდ აღარ აღუდგეთ კაიხანი დიდი ხნის განმავლობაში მანდატი. ანუ ეს ის პროცესია, რომელიც საერთაშორისო ჩვენი რუტინა გახდა, საერთაშორისო მიმართულებით. გერმანია ცოტა სხვა მისიით მიდიოდა სხვა ასე ვთქვათ მიზანი აქვს იმ ასე ვთქვათ ღონისძიება ეს არის გერმანიის წინასაარჩევნო კონგრესი არის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სადაც ნომინირება მოხდება კანდიდატის ოლოფ შოლცის როგორც სოციალ-დემოკრატების მთავარი კანდიდატის თუმცა ეს არის საერთაშორისო ფორუმი სადაც ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი იქნება შეიძლება ამ სივრცის გამოყენება და ჩვენ ამ სივრცეს რა თქმა უნდა ჩვენი პარტიული თანამშრომლობის მიმართულებითაც ვიყენებთ მაგრამ ეს არის სივრცე რომელიც უგვაძლევს საშუალებას რომ პირდაპირ და მეგობრულ და ასე ვთქვათ ოჯახურ ფორმატში კონდეს ურთიერთობები სხვა ქვეყნის ლიდერებთან, ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან, სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, ანუ ოპოზიციათა ლიდერებთან, იმისთვის რომ რაღაცა მას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე მაგ ასე ვთქვათ ვიზიტი ბრიუსელში, იქიდან ბრიუსელში მივიდა, სადაც მონაწილეობას მიიღო უკვე ბელორუსიის დემოკრატიული პარტიების ერთი ამ დემოკრატიულ ფორუმზე, რომელსაც ასე ვთქვათ არჩეული პრეზიდენტი დაესწრება ბელორუსიის ტიხანოვსკაია და იქ იქნება
ხდება, ასე ვთქვათ, აქაც გვექნება საშუალება, რომ რაღაცა გარკვეული კონტრასტი დავანახოთ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში და რა გზაა გავლილი ბელორუსიის დემოკრატიულ ძალებს და ამ შემთხვევაში ურთიერთხარდაჭერა ამ შემთხვევაში ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. აქციებთან დაკავშირებით მაქვს ასევე კიდევ ერთი შეკითხვა. ეს აქციები გრძელდება, როგორც აღნიშნეთ, ამან ჩაუშალა ყველანაირი გეგმა ივანიშვილს, რის იმედით შეიძლება ქონოდა, მაგრამ ახლაც აქვს სავარაუდოდ ამის იმედი, რომ ეს პროტესტი რაღაცნაირად გაილევა. თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა პროტესტი? ხედავთ, რომ ის უწყვეტია, მაგრამ სჭირდება გაფართო ჯერ შენარჩუნება, მერე გაფართოება, ეს საზოგადოების თვითორგანიზებით ხდება ყველაფერი, მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ მაინც არსებობს ასეთი გამოწვევა. იცით, მე ფიქრობ, რომ ამ 53 დღის განმავლობაში იმ ხელმძღვანელობების შექმნა ამ პროტესტმა რომ თავისი მთავარი ფუნქცია ამ პროტესტმა უკვე შეასრულა. გულისხმობ იმას, რომ თუ მანამდე 28 ნოემბრამდე საეჭვო იყო გაყალბების მასშტაბები, კითხვები ჩნდებოდა და პროტესტი იყო თუ არა, ესეც საკითხავი იყო, ძალიან მილევადი იყო მაშინდელი პროტესტი, რომელიც არჩევნებამდე იმ ცნობილ განცხადებებიდან არჩევნებიდან 28 ნოემბრამდე. აი 28 ნოემბრიდან პროცესი სრულიად შეტრიალდა და ყოველთვის მინდა და ყველა ეთერში ამას ვამბობ, რომ პროტესტმა წარმოუდგენელი წარმატება მიაღწია უკვე და ყველაფერი შემდგომ იქნება უბრალოდ დამატება იმის. და მინდა რომ მე ხშირად ახლა როცა ვარ და ეს მეკითხებიან რა იქნება შემდეგ, მე ვეუბნები რომ ამ პროტესტმა უზარმაზარი შედეგი უკვე მიაღწია და მინდა რომ თითოეულმა ადამიანმა პროტესტის მონაწილე იცოდეს რომ მათ უზარმაზარ წარმატებას მიაღწევს, დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ პროტესტზე ყოფნა, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ჯიუტები, ძალიან პრინციპულები, უნდა ვიყოთ ამ პროტესტზე. არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის იმდენი ვიყოთ, როგორც თქვა, ცალკეულ დღეებში, იმიტომ ვერ ვიქნებით ბუნებრივი ადამიანები არიან, ყველას რაღაც გარკვეული, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობის მიდის, ზოგი ყოველდღე და არა ყოველდღე. და მასთანავე არსებობს თარიღები, სადაც შეიძლება არის თარიღები, რომელსაც ორიენტირები არის, რომელსაც მოდის ისევ ახალი წელი იყო, წარმოუდგენ, მე არ მეგონა თუ ესეთ რაღაცა სპონტანურ, ასე ვთქვათ, დღესასწაულად ბრძოლისა და თქვა დღესასწაულის აღნიშვნის დღედ ღამედ გადაიქცეოდა ეს და მართლა წარმოუდგენელი იყო, სპონტანური კონცერტები იყო, სპონტანური ურთიერთობა და არც ერთი ინციდენტი არ მოხდა აი ამ ხელა მასაში. ბატონო დიმიტრი, აი დასასრულ ჩვენი საუბრის ჩვენ ამ თემას შევხებივართ თქვენი წინასტუმრობის დროსაც პოლიტიკური პარტიების როლზე მთელ ამ პროცესებში. ის რაც ახსენეთ ერთი მხრივ საერთაშორისო დონეზე, რასაც აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და ხედავთ ამის კონკრეტულ შედეგებს, აი არაღიარების და იზოლაციის ნაწილში. და შევეხოთ კიდევ ერთხელ ქვეყნის შიგნით სწორედ აი ამ აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობაზე და ურთიერთქმედებაზე. რამდენად კრიტიკულად უდგებიან პარტიები თქვენი აზრით მათთან ურთიერთობაში იმ ნაკლოვანებებს, რასაც საზოგადოება ხედავს და აქვს პრეტენზიები პოლიტიკური პარტიების მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა ნაწილში არის გამოსასწორებელი ხალხთან ურთიერთობა? იცით, მოდი ესე ვთქვათ, იქ სადაც არ არის დემოკრატიული კარგი მმართველობა, ოპოზიცია პირველ რიგში არის მსხვერპლი ამ მმართველობის. ხო, ბუნებრივია, პირველი რაც უნდა ავტორიტარულმა მმართველმა გააკეთოს, თავისი ოპონენტი დაასუსოს, გაანადგუროს და ამისთვის ბევრი რამეა და ბევრი რესურსი არის დახარჯული, ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ ძლიერები. და ეს ბუნებრივია. მეორეა, რომ ჩვენც ესე ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა შევგძლოთ ის, რომ ეს ჩვენი ვთქვათ ხარვეზები, რაც არის, დავინახოთ და გამოვასწოროთ. თუმცა დღეს შეიძლება ცოტა არაერთგვაროვანია ხოლმე დამოკიდებული, რომ ხშირ შემთხვევაში გვეუბნებიან სად არის ოპოზიცია, მაგრამ ის ოპოზიცია რომ იყოს ახლა დღეს და ეცადოს რომ ეს თუ სათავეში დადგეს ისე ამ აქციები, შეიძლება თავად აქციები დაზიანდეს და ამიტომაც ახლა ოპოზიციის ჩემი აზრით ოპოზიციურ პარტიების და ზოგადად პოლიტიკურ პარტიების ფუნქცია არის რომ იყოს ამ პროტესტის ნაწილი. არც სათავეში იყოს, არც ორგანიზატორი, არც დამატებითი მუხტის პროვოცირებას ახდენს, არა. ეს უნდა ვიყო და ვართ კიდევაც და ჩვენ ამას სადაც ჭირდება პოლიტიკური გამოცდილება იმ ნაწილში. იმ ნაწილში იქ რა თქმა უნდა იქ პროტესტი ხა იქ ძალიან ბევრი ხელოვნების მუშაკი არის, ზოგადად ახალგაზრდები არიან, აი აბსოლუტურად პროფესიის მიღმა და შეიძლება არ იცოდენ მათ ის გარკვეული კონიუნქტურა, რომელიც არსებობს საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში და ასევე პოლიტიკურ სისტემაში საერთაშორისო იქ ბუნებრივია რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთში და ეს უნიკალური რესურსია, რომელიც ჩვენი გასაკეთებელი და მეტნაკლები წარმატებით ამას ვახორციელებთ და მგონია რომ ნორმალურად ვახორციელებთ. თუმცა აქ არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც თითოეულ პარტიას ახასიათებს, ანუ ხალხურობა გვაკლია, ანუ პარტიები არ არიან იმდენად ხალხურები და აქ იყო კონკრეტულად სწორედაც რომ სისტემა ზღუდავდა და შესაძლებლობებს არ აძლევდა განსაკუთრებით ადგილებზე, რეგიონებში, რომ პარტიები ყოფილიყან კარგად წარმოდგენილები და სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური პარტიები როგორც წესი საარჩევნო სუბიექტები არიან და არა პოლიტიკური მასობრივი პოლიტიკური პარტია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხარვეზია. აქამდე სიტუაცია იყო, რომ მაგალითად პოლიტიკური პარტიები უნდა მისულიყვნენ ხალხთან, აი მახსოვს, კარდა სხვადასხვა ფორმები არსებობს.
ახლა ხალხი არის სხვადასხვა ლოკაციაზე, უბრალოდ პოლიტიკური პარტიები უნდა მივიდნენ. კი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან ვიყოთ რაღაც რეგიონალურ, თქვა, აქციებზე ვიყოთ ჩართული ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისშიც პრაქტიკულად ჩვენ რაღაც კუთხე გვაქვს და ყოველთვის იქ დგას ხოლმე ჩვენი წარმომადგენლობა და იქ ვართ. ანუ აქციის მონაწილეები ვართ, მაგრამ ერთია რომ აქციაზე ხარ, მაგრამ მეორე რომ პარტიული სტრუქტურები ისე უნდა გაძლიერდეს, ეს ყოველდღიურ პროცესში უნდა კონდეს შეხება, ანუ ხალხურს გიარგული ხო ნაროდნიკული როგორც ასე თქვა საბჭოთა წინა პრეკომუნისტური მოძრაობა იყო, არამედ ის რომ ასე თქვა დასალურად რო თქვა გრასრუდებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რაც ყველაზე მეტად გვაკლია, სამწუხაროდ ამის კომპენსაციას ახდენს ადგილებზე კორუფციული სქემებით ხელისუფლება, ასე თქვა მუნიციპალიტეტებში ჩანერგილი ადამიანები, რომელიც ცდილობენ რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით მაქსიმალურად დახმარების ხელი ვითომ გაუწოდოს და ასე თქვა მათი დაავალდებულოს, რომ ისინი მე უკვე მათი მხარდამჭერები იყვნენ და პრაქტიკულად აცლის პოლიტიკურ პარტიებს ყველანაირ რესურსო სამართლიანი ასე თქვა სტრუქტურული გარემო იყოს პარტიების შენობებს, მაგრამ ეს დანახვადია ჩანს და ამას სჭირდება მნიშვნელოვანი გამოსწორება და მე ვფიქრობ ხელისუფლების ცვლასთან ერთად აუცილებლად ეგ მომენტიც და ჩვენ დავაშენოთ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, მათ გარეშე დემოკრატია არ ფუნქციონირებს. დიდი მადლობა დიმიტრი წკიტიშვილი, მადლობა თქვენ. გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი.